სამედიცინო კონსილიუმის შედგენილია მისი შემადგენლობაც ცნობილია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფი ვივა მედში უახლოეს მომავალში მოინახულებს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 26 დღეა შიმშილობს. კლინიკა ვივა მედის ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა, რომ მდგომარეობა რთულია და დამატებითი კვლევებისთვის საჭიროა ის სამედიცინო დაწესებულებაში დარჩეს. ნინო გაზდელიანი მოგვიყვება ვრცლად თემაზე. ნინო, ვინ იქნება კონსილიუმში და როდის შევა ჯგუფი მოშიმშილე პატიმრის მოსანახულებლად? ჩვენი ინფორმაციით ისინი უკვე ხვალ შევლენ კლინიკაში, თუმცა უახლოეს პერიოდში უფრო დაზუსტდება ეს კონკრეტული დღე, როდის მოახერხებენ ისინი მზია ამაღლობელის მონახულებას ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოფთალმოლოგი და ნევროლოგი. აი ასეთი შემადგენლობით შექმნა სახალხო დამცველმა მედიკოსთა ჯგუფი, რომლებიც როგორც უკვე ვთქვით ჩვენი ინფორმაციით ხვალისთვის აპირებენ კლინიკა ვივა მედში შესვლას, როდესაც ისინი დაიწყებენ უკვე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას და გადახედავენ სამედიცინო დოკუმენტაციას, ამის შემდეგ მათაც ეცოდინებათ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია და ამის შემდეგ ასევე გახდება საზოგადოებისთვისაც კიდევ უფრო მეტი დეტალი თუ რა მდგომარეობაში არის, თუმცა ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს დაჭირდა დამატებითი კვლევა, არაერთი, რომლის უზრუნველყოფა ციხის პირობებში იყო შეუძლებელი, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი კლინიკა ვივა მედში გადაყვანა. ჩვენ ასევე დღეს ვესაუბრეთ კლინიკის დირექტორს, რომელმაც თავადაც დაადასტურა, რომ დიახ 26 დღიანი შიმშილობა ბუნებრივია, უკვე არის საგანგაშო და გარკვეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეინიშნება ორგანიზმში. ის ასევე დღეს მოინახულა ადვოკატმა, რომელმაც თქვა, რომ მზია ამაღლობელი მხნედ გრძნობს თავს, თუმცა ბუნებრივი არის, იმყოფება უფრო სუსტად არის და რაც შეეხება ზოგად კვლევებს, როგორც კლინიკა ვივა მედის დირექტორი ამბობს, მას ამ ეტაპზე ყველა ის კვლევა უტარდება, რაც მისი მდგომარეობისათვის არის საჭირო და რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. 26 დღიანი შიმშილობა ყოველთვის საგანგაშოდ ითვლება. ლაბორატორიულ ანალიზებში არის გარკვეული ცვლილებები. საყურადღებო ცვლილებები არის ესენი? კი, რა თქმა უნდა, რომელიც საჭიროებს კორექციას. გრძელდება მონიტორინგის პროცესი, კვლევები უტარდება და კონსულტაციები ექიმ სპეციალისტების. ის დამატებითი კვლევების ტარდება, რაც მას ესაჭიროება. მზია ამაღლობელს, როგორც ცნობილი არის, ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, საქმე ეხება ბათუმის პოლიციის უფროსისათვის სილის გაწვნას, რის საფუძველზეც ის დააკავეს, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავების შემდეგ მასზე უკვე განხორციელდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და თავად მზია ამაღლობელმაც მიაწოდა ადვოკატებს ინფორმაცია, რომ მას არ აძლევდნენ მაგალითად წყლის დალევის უფლებას, ასევე ტუალეტით სარგებლობის შესაძლებლობას. თავად ირაკლი დღებუაძე კი გაიწია მისკენ და ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა და ასევე შეაფურთხა. ამ ფაქტთან დაკავშირებით უფლებადამცველებმა მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო უწყებას, რომ გამოეკითხათ ეს პოლიციელები და როგორც ცნობილი არის, თავად უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 10 პოლიციელი გამოიკითხა, მათ შორის ირაკლი დღებუაძე და არც ერთი მათგანი, როგორც უწყება ავრცელებს ინფორმაციას, არ ადასტურებს ამ ფაქტებს. შესაბამისად, ეს იძლევა იმის თქმის ალბათ შესაძლებლობას, რომ დიდი ალბათობით ირაკლი დღებუაძეს ეს რეჟიმი პასუხს არ აგებინებს იმ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისათვის, რომელიც განხორციელდა მზია ამაღლობელის მისამართით. ასევე უფლებადამცველები ითხოვენ მზიასთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებას, თუმცა მისთვის ამ დრომდე დაზარალებული სტატუსი არ მიუნიჭებიათ. თავად მიუხედავად იმისა, რომ 26 დღეა უკვე შიმშილობს და საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა, კვლავ ითხოვს, რომ დააბრუნონ ციხეში, მაგრამ ჩვენ ასევე ამ ვივა მედის კლინიკის დირექტორმა გვითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი არის დარჩეს ის კლინიკაში და მისი მეთვალყურეობა და დააკვირდნენ ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს.